კვარაცხელიას პირველი კომენტარი. Მინურჩევნია ქართველს ნახევარფინალში. მწვრთნელების შეფასებები და ეროვნული ლიგის გადადებული შეხვედრები. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ინგლისიდან, სადაც ცნობილი გახდა, რომ ზედიზედ მეორედ ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ეს ყველაფერი კი ქართველების მეორე დაპირისპირებაში გაიგო. ამჯერად მამარდაშვილის ლივერპულმა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს უმასპინძლა და პირველი შეხვედრის მსგავსად 2-0 დამარცხდა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხვიჩამ პირველი შეხვედრის მსგავსად ქართლის კარში გოლის გატანა ვერ შეძლო. თუმცა ენფილდზე მან საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე 13 საგოლე მოქმედებაც დააგროვა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მან ამ შეხვედრაში ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ყველაზე დაბალი შეფასება კი სამწუხაროდ გიორგი მამარდაშვილს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოცემის შეფასებით გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის ბრალეულობა არ იყო. უფრო მეტიც, ქართველმა ლივერპულის კარი სამჯერ იხსნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშში მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არტოვებს. შესაბამისად, ამ ტურნირზე მოსალოდნელი გოლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართველს აქვს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან თამაშზე და მომდევნო მეტოქეზე თავად ქართველმა ისაუბრა. კომენტარი გააკეთა ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. მათ მოსმენამდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმის საწყისი წუთები რთული გამოდგა, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ყველაფერი გაგვიმარტივდა. ბედნიერები ვართ, რადგან ლივერპული ენფილდზე დავამარცხეთ. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ლივერპულს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, რომ შეტევაში წავიდოდნენ. პირველი შეხვედრა 0-2 ჰქონდათ წაგებული და ველოდებოდით, რომ შეხვედრა ამ სცენარით განვითარდებოდა. ჩვენს თავში ეჭვი არ შეგვპარვია. ხვდებით, რომ უფრო რთული შეხვედრები გველოდება და მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. პარის სენ-ჟერმენმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ლივერპულის ენფილდზე დამარცხება მარტივი არ არის. ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვფიქრობ, ყველაფერი შეგვიძლია. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და მჯერა დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. უსმან დემბელე კი საოცარი ფეხბურთელია და ოქროს ბურთი სწორედ ამიტომ მოიგო. მას შეუძლია ეს პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ მოიგოს და გვიხარია, რომ გუნდში მისნაირი მოთამაშეები გვყავს. რეალი თუ ბაიერნი? არც ეს ვანიჭებთ უპირატესობას. ვნახოთ ნახევარფინალში ვინ გავა. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის კარგად მოვემზადებით. ახლა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ყველას უნდა და ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. რეალი თუ ბაიერნი? მნიშვნელობა არ აქვს. პარიზში ლუდთან ერთად შვიდად ვუყურებ ჩვენი შემდეგი მეტოქის თამაშს. სიამოვნებას მანიჭებს იმის ცოდნა, რომ ჩემი გუნდი ამ დონეზე თამაშობს. მოწინააღმდეგისა და სტადიონის მიუხედავად. შეიძლება წავაგოთ, მაგრამ ყოველთვის ამ დონეზე ვართ. ერთად ბრძოლის მენტალიტეტით. ენფილდზე თამაში დიდი პატივია და პირველი ტაიმი უფრო ჩვენს სასარგებლოს წარიმართა, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე მომენტის შექმნაც შევძელით. მეორე ტაიმში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. ძალიან გაგვიჭირდა. ისინი მაღალ პრესინგს თამაშობდნენ და დიდ რისკზე მიდიოდნენ. რთული იყო, მაგრამ მათი პრესინგი ორჯერ დავძლიეთ და 2 გოლი გავიტანეთ. თუ ასეთი ტიპის მატჩების მოგება გსურს, დაცვაში მაღალი ინტენსივობით უნდა ითამაშო. ყველას დავანახეთ, რომ მზად ვართ ბურთით ვითამაშოთ. თუმცა მაშინაც, როდესაც ბურთს არ ვფლობთ, უბურთოდ მოქმედებაც შეგვიძლია. კალათბურთის მსგავსად არ მაქვს შესაძლებლობა ტაიმაუტი გამოვაცხადო და ვთქვა, ფრთხილად იყავით. თუმცა ფეხბურთელებისა და საფონოვის წყალობით ყველაფერი გავაკონტროლეთ. ვიცოდით, რომ ბოლოს ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს, ვიცით, როგორ ვმართოთ ეს ხარვეზები. ლივერპულმა კი გოლის გატანა დაიმსახურა. როცა პარიზში ვითამაშეთ, უფრო ცუდ შედეგს ვიმსახურებდით. 0-2-ით გამოვწვერით. ასე იყო შარშანაც. უნდა წაგვეგო პარიზში და 1-0 მოვიგეთ. რაც ასევე განმეორდა შარშანდელივით ისაა, რომ შინ მაშინაც უნდა მოგვეგო და ჩემი აზრით, ახლაც მოგებას ვიმსახურებდით. ასე რომ არ მოხდა, რა თქმა უნდა, პარიზული გუნდის დამსახურებაცა. თუმცა ჩვენ დღეს მაგარი შანსები გვქონდა. დღეს დემბელემ გვაჩვენა, რატომ მოიგო ოქროს ბურთი. ასეთი საოცარი ფინიშინგით. ახლა მას ისევ კარგი შანსი აქვს ტიტულის მოგების. ძალიან რთული კვირა გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, თუ რამდენის მომატებაა შესაძლებელი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. ჩვენ არც 0-1-ზე დავნებდით და ვუტევდით მოსაგებად. საკმარისზე მეტი შანსიც შეიქმნა. უნდა გაგვეტანა 2 გოლი მაინც, მაგრამ ერთიც ვერ გავიტანეთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე გადავერთვებით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მომავალი ნათელია. დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონებთან თამაში შეგვიძლია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენის მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში ბაიერნისა და რეალის დაპირისპირების შემდეგ გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს პარის სენ-ჟერმენი ფინალში გასვლას. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი მოკლედ კრისტალბეტ ეროვნული ლიგა, სადაც პირველი ტურის 3 გადადებული შეხვედრა გაიმართა. რუსთავი გორს ესტუმრა და 2-1 დაამარცხა და 10 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. დინამო
თბილისისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება კი ფრედ 2-2 დამთავრდა. მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ კი ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და ეს შეხვედრაც ფრედ 2-2 დამთავრდა. იბერიას მოპოვებული 1 ქულით 11 ქულა დაუგროვდა და სატურნიროს ხელში პირველი ადგილი დაიკავა. მეშახტე კი 7 ქულით მე-9 ადგილზეა. სრული 6 ტურის შემდეგ გუნდებს შორის არსებული მცირე სხვაობით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დაძაბული სეზონი გველოდება. ახლა გიტოვებთ ამ 3 შეხვედრაში გასულ გოლებს და დაწერეთ კომენტარებში, რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები. ამ გამეორებაზე ასე ჩანს, რომ ხელზე ხდება ბურთი. ამ რაკურსზე არა. 11 მეტრიანი ინიშნება ჯინჯოლავა შოუნაძე, ჯინჯოლავა დაარტყა და გაიტანა 1-0. შევიდა საჯარიმოში, პასი გააკეთა ზაგანიას, დარტყმა 2-0 ხდება ანგარიში. ეს კი ბედოშვილის ეპიზოდი, ბედოშვილის გადაცემა, ზაგანიამ კარგად დაარტყა და შუბითიძე ჩააწოდა საჯარიმოში, ქურდაძე თავით ჩააბრუნა ბურთი, არეულობა, პიმენტელი 2-1. მეშახტემ გაიტანა, ანგარიში ხდება 2-1. ფაცაციას ჩაწოდება საჯარიმოში, პიმენტელი 2-2. ერიკ პიმენტელმა გაათანაბრა ანგარიში. ეპიზოდი ფაცაციას ჩაწოდება და მშვენიერი თავური დარტყმა. ოლტმურზიევი და მანდრიჩენკო დარტყმა ვნახოთ ჩიტაიშვილის რა გოლი გავიდა. უახერხეს მათ დაწინაურება, ძალიან დიდი სივრცე დაუტოვეს ჩიტაიშვილს. ქონდა ამის თავისუფლება, განაპირა მცველს, რომ აი ესე დაერტყა და წინვალე შესრულება გამოვიდა, გიორგი ლორიაც ვეღარაფერს გახდა და დააწინაურდნენ სტუმრები. დარტყმა ვნახოთ კარში, თურმანიძე დამატება და სარიელი კარის ხაზიდან მოხერხდა. თუმცა ვერაფერი ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გოლი გავიდა და ჩაითვალა როგორც ჩანს ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. ნინოა შორეული გასროლა, თურმანიძემ ვერ შეძლო დაფიქსირება ბურთის ხელებში. შეცდომა აქ დაკარგეს ბურთი თბილისელებმა, კირკიტაძე 2-1. ბურთის ამოტანის დროს დაშვებული იქნა შეცდომა, საკუთარი საჯარიმოდან გამოსული. აქ კალანდაძე უფრო მეტად ფლანგისკენ იხსნებოდა, იქელოდებოდა გადაცემას და იყო მონტეიროზე სივრცე, ჩაწოდება, აი მონტეიროს დარტყმა და 2-2. ეს არის ის, რაზეც ვისაუბრე. დიდად ლეგიონერები ვერ წინავდნენ და ზარია კიდევ მოდესაც ასეთი ზოგ შემთხვევაში საერთოდაც თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. აქ სოლომონ კესია დასარტყმელ პოზიციაზე დარტყმა და რუსთაველებმა გახსნეს ანგარიში შეხვედრის 21 წუთზე და არ იყო მე მგონი არანაირი თამაშგარე. ეს პასი გავიდა, გაიქცა აქ მეტოქის სოლომონ კესი. თამაშის წესი უმარ ტალიმ დაარღვია ამ ეპიზოდში. პენალტი უკვე შეიძლება შესრულდეს. ფაცაციას დარტყმა 0-2 რუსთაველები 2 ბურთიანი სხვაობით გადიან წინ. აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადის კიდეც დილა ბრუნდება თამაში 1-2 ვითარება ძალიან დაიძაბება ბოლოს წუთებში. ეს იყო ის ერთ-ერთი იშვიათი შეცდომა, რომელიც რუსთაველებმა დაუშვეს ამ ეპიზოდში, საკმაოდ დიდი სივრცე გააჩნდა.